დავბრუნდით დღე მესამე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს სტრინგებზე. ხო? სტრინგი ვნახეთ ესეთი მონაცემთა ტიპი და ზოგადად Python-ში strings ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ძალიან ბევრ use case-ებში ვიყენებთ და ვუმუშავებთ სტრინგებს. მაგალითად, სტრინგები შეიძლება დაგჭირდეს user-ის პროფაილის შექმნის დროს, სტრინგი შეიძლება დაგჭირდეს string-თან მუშაობა search engine-ის მუშაობის დროს, LLM-ებთან, ხო, large language model-ებთან მუშაობის დროს შეიძლება რომ სტრინგები დაგჭირდეს და შესაბამისად თავიდანვე უნდა მივეჩიოთ სტრინგებთან ერთად მუშაობას, რა შეიძლება რომ სტრინგებზე გავაკეთოთ და ნელ-ნელა გავზრდოთ ჩვენი skill set-ი. კაი, მოდი ეხლა შევხედოთ იდეაში რისი გაკეთება შეიძლება და ანუ რეალურად შეგახედებთ ეხლა, ხო, ზოგადად string-ზე გვაქვს მეთოდები, ხო? და ამ მეთოდების შიგნით ან იდეაში ან პარამეტრს უწერთ, ან არ უწერთ რაღაცა გავლენას ახდენს. მოდი ამ შემთხვევაში ჩვენ შევქმნათ რაიმე string-ი, მოდი იყოს course review და მოდი ამ course review-ში გავუშვათ line dev and bootcamp is best, ხო? ალბათ რომ საუკეთესო არის line dev-ის backend-ის bootcamp-ი. შესაბამისად, ახლა რა შეიძლება აქ რო გავაკეთოთ? საინტერესოა. ხო, ამ შემთხვევაში მაგალითად ამ string-ზე შეგვიძლია რაღაცა მოდიფიკაციები შევიტანოთ. პირველი, ეს არის რომ მეთოდი დავწეროთ მაგალითად, ხო? შეგვიძლია დავწეროთ რომ course review უდრის course review და გვაქვს ესეთი მეთოდი replace. შემიძლია ახლა კონკრეტული სიტყვა ავარჩიო, მაგალითად back-end-ი ავიღოთ და აქ ჩავსვათ front-end. კი ბატონო, ეს რო დავპრინტოთ ახლა, print course review, მოდი აქ დავწეროთ რომ this is string course review, ხო? აქ ახლა რაც ვაკეთებთ ეს არის რომ we are using method replace rep on string. კი ბატონო, ეხლა ეს გავუშვათ, აქ ვნახავთ რომ იდეაში ჩვენი backend-ი შეიძლება front-end-ით, ხო? ძალიან მარტივად. აქ მთავარი use case-ი რაც უნდა დავამახსოვროთ, ეს არის რომ okay, კონკრეტულად აი ეს მეთოდი, ხო? იდეაში ეს რომ დაუპრინტო ეხლა მე. ცოტი ამას მოდი გავკომენტარებ, ხო? რეალურად ეს დაგვიბრუნებს, ხო, იდეაში აქაც არ მუშაობს, მაგრამ ეს რეალურად გვიბრუნებს რაც დააპდეიტდა იმას. და შესაბამისად აქედან გამომდინარე გვჭირდება რომ შესაძლებლობა გქონდეს რომ ჩვენი course review დავაბრუნდეთ. და შეგვიძლია კი ბატონო, დაგვიბრუნდება უკვე ანუ იდეაში შევინახოთ რა, დააპდეიტებულს შევინახავთ ჩვენ course review-ში. შესაბამისად უნდა დავიმახსოვროთ კიდევ ერთხელ ის რომ როდესაც ვიყენებთ replace, ხო, ანუ კონკრეტულად აი ეს არ ახდენს გავლენას და ეგრევე არ დამიაპდეიტებს ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ, შევხედოთ მაინც, ხო? იდეაში არ დააპდეიტებს და მაინც იქნება backend-ი. აქედან გამომდინარე, ეს გვიბრუნებს ზუსტად აი ამ ვარიანტს, ხო? რომ შესაძლოა გქონდეს შემდგომ შევინახოთ სადაც. ოკეი, კაი, ეხლა მე თუ მსურს მაგალითად მომენტი არის რომ მინდოდეს ეს ყველაფერი იყოს uppercase-ში, მაგალითად ან lowercase-ში, ეს როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში მოდი დავწეროთ transform everything in lowercase. დავწეროთ ისე course review, უდრის course review.lower. გავუშვათ
აუ ნახავთ რომ ყველაფერი და lower case-ა, ხო? Lower function გვაქვს და ასევე გვაქვს upper function-ი, ძალიან მარტივია. Transform everything in uppercase. Course review. Course review. upper. Nice. და გადაგვიცეს ახლა ყველაფერს upper case-ში. Ну, შესაბამისად უნდა დავიმახსოვროთ, რომ გვაქვს, ხო? ჯერჯერობით ამ სამ მეთოდს შევისწავლეთ ჩვენ string-ებზე და ასევე უნდა დავიმახსოვროთ, რომ გვაქვს ჩვენ multi-line string-ებიც. Multi-line string-ების შემთხვევაში, ოკეი, ну, ამ შემთხვევაში შეიძლება ახლა მოდი დავწეროთ student review feedback იყოს მოდი. აქ შეიძლება დავწერო line dev is best academy to learn and start working as a full stack developer. ხო, ანუ ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, ხა აქ არის ტება ეს ყველაფერი და რა შეიძლება რომ გავაკეთო, ხო? ანუ multi-line თუ მინდა რომ იყოს, აქ შემიძლია დავწერო 3, აქაც 3, ეს იქნება უკვე ჩვენი multi-line-ი. მოდი ამას ჩამოვიტან აქ. აქ ჩამოვიტან, წყობრად დავალაგოთ. What's line dev is best academy. ჩამოვიტანა to learn and start working. და ეს რო ჩამოვიტანოთ, ეხლა ეს რო ჩვენ დავპრინტოთ აქ. ხო, ძალიან მარტივად სამ ცალ strings უწევთ უბრალოდ student feedback-ი. ხო, აქ ნახავთ ჩვენ multi-lines, ну, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მოქმედებს, ხო? multi-line-ის შემთხვევაში ეს გავუკეთოთ, კიდევ ერთხელ გავუშვათ, მოდი. ეს. აი, თუ მინდა ახლა მაგალითად ყველაფერი აქ მე რო ავდგე და ხო, საჯერ ამას დავუწეროთ კომენტარი. This is student review about line dev academy. ხო, academy. და მაგალითად მინდა ახლა მე რომ this code will this code will remove empty strings to this and make it uppercase. Სტილს გავაკეთოთ, მოდი, ანუ სტუდენტი გვექნება, ხო? შემთხვევაში student feedback-ში ისევ student feedback-ი გვინდა. ეს შეგვიძლია replace-ი გავუკეთოთ ამას, ხო? მინდა როგორც არის string-ი დავა replace-ო ქვედა დირეთი მაგალითად და upper-ი შემიძლია რომ გავუწყო. ეს. ეხლა ეს რო გავუშვათ, ნახოთ რა ისევს, საინტერესოა. ხო? ამ შემთხვევაში შეგვიწვლის აი ამ ყველაფერს. შესაბამისად, ну, კაი მაგალითები იყო, ანალოგიურად შეგიძლიათ freestyle-ოთ, ეხლა დავალებას არ მომიცემი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კარგი freestyle-ი შეგიძლიათ რომ შეასრულოთ, ნახოთ ეს სამი მეთოდი lower, replace, upper-ი და ასევე multi-line string-იც გამოიყენოთ და ნახოთ როგორ მუშაობს. დღეისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ, დაგვასაბსკრაიბეთ. და რა თქმა უნდა მოყვეთ ბოლომდე ჩვენ Python-ის bootcamps, იმიტომ რომ შესაძლებლობა გეძლევათ გახდეთ საუკეთესო Python developer-ი. დროებით.